პროცესი, რომლითაც თქვა ოპოზიციამ თქვა ხომ რომ აი არჩევნებში გაყავდა პარლამენტში არ შევალთ. ეს დღეს ანუ გავიდა 6 თვე ხო პრაქტიკულად აი კარზეა მომდგარი ადგილობრივი არჩევნები 6 თვე გავიდა ხელისუფლება იღებს კანონებს აგერ წარადგინეს დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი თავმჯდომარეც რა იცვლება აი ოპოზიცია ამბობს რომ არ ვცნობთ არჩევნების შემდეგებს მაგრამ ქვეყანა აგრძელებს ცხოვრებას ხომ ბიუჯეტს იღებს პარლამენტი ადამიანების საჯარო სფეროში დასაქმებული ადამიანები ხელფასებს იღებენ სტრუქტურები მუშაობენ ეს შეცდომა იყო თუ არა რომ არჩევნები პარლამენტში. ნახეთ, ესე ვერაფრით ვერ ვიტყვი რომ ეს იყო შეცდომა. გააზრებული გადაწყვეტილება იყო ბოლომდე. ნახეთ, აი აქ ვამბობ ზუსტად და ზუსტად აი ამას ვაბრალებ, აი ამ პროცესის შენელებას. ნახეთ, ეს რომ დაიწყო ამაზე საუბარი, ჩვენ არ შევალთ. ეს თავისთავად ძალიან საინტერესო და ძალიან მიმზიდველი და ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შენ აპირებ რომ ბოლომდე გაიტანო და ეს ყველაფერი პროცესი დამთავრდეს, იმიტომ რომ რას ქვია შენ უდანაშაულო ბავშვები გამომწყობილი ხარ, არ გავდივართ ქუჩიდან და ამან მიიღოს აჯანყების ფორმა. შენ თუ არც აჯანყებას აპირებ. შენ თუ ესე აპირებ რაღაცა, ესე იგი, მხოლოდ გააცოცხლო თამარ ჯერგოლეიშვილი, რომელიც განულებული იყო და ამისთვის აპირებ შენ იქ რაღაცა, ესე იგი, ჩურჩულს რამოდენიმე შენ რჩეულთან, ვისაც გაცოცხლება სურს და იმიტომ უნდათ, ასე იგი, შენ სადღაც გასტიშა სალომ გააცოცხლა ვინმე პოლიტიკურად. აბა ეხა მე რომ არ გითხრათ, განათქვენ არ იცით რომ პარტია ჯერგოლეიშვილს არანაირი პარტია არ აქვს და უცებ აღმოცენდა იმ 4 პარტიის გვერდით ეს განულებული, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და უცებ ზის რაღაცნაირად თითქოს ამინდს აყენებს და ამინდის დაყენების უფლებას ჩემო ძვირფასო პოლიტიკაში ან ხელისუფლებასთან გარიგებული ხარ და ის გაძლევს ან ვისაც შენი გაცოცხლება სურს და იმ პროცესის ჩაძირვა სურს შენ თუ გინდა რომ პროცესი ჩაძირო უნდა გააცოცხლო ბოკერია ჯერგოლეიშვილი ერთის მხრივ თუ გინდა რომ პროცესი დაძირო მე ოპოზიციაში ვიყავი ამ ხალხის გამო. გასაგებია. ჩემნაირები ოპოზიციაში სააკაშვილის პერიოდში სააკაშვილის გამო კი არ ვიყავით. სააკაშვილი საგარეო პოლიტიკა იყო. გასაგებია. ამაზე რა თაკო ბედრი რო არა. დონეზე მიიღავდა სახელმწიფოებრიობა საქართველოსთვის. თუ ვინმე რამეს აფუჭებდა, აი ეს მავნებლები. ამ ხალმა ეს განულებული პარტია დაიყენა გვერდით. თამარ ჯერგოლეიშვილი ეხლა. ჩამოცილდნენ. გასაგებია. გარშემო ეხა ვინ შერჩა არ ვიცი.